მოგესალმებით, ვიწყებთ ლექციათა კურსს თემაზე სინაფსური გადაცემის საფუძვლები. თქვენ კარგად მოგიხსენებათ, რომ ნერვული სისტემა შედგება ნეირონებისა და გლიური უჯრედებისაგან. ადამიანის თავის ტვინში ნაჩვენებია, რომ ნეირონთა რიცხვი დაახლოებით 10/11 ხარისხს აღწევს. და ამასთანავე თითოეული ნეირონი დაახლოებით და საშუალოდ 1000-მდე სინაფსურ კავშირს ქმნის. რაც ცხადია, ნიშნავს იმას, რომ ერთ თავის ტვინში სინაფსური კავშირების რაოდენობა 10/14 ხარისხს უნდა აღწევდეს. ეს არის ძალიან დიდი რიცხვი და ფაქტიურად გამოდის, რომ ერთ თავის ტვინში უფრო მეტი ნეირონი და სინაფსია, ვიდრე ვარსკვლავებია მთლიანად ჩვენს გალაქტიკაში. მაგრამ ხაზგასასმელია ის ფაქტორი, რომ ამ უთვალავ კავშირში სინაფსურ გადაცემას, ანუ ტრანსმისიას საფუძვლად უდევს მხოლოდ რამოდენიმე მთავარი მექანიზმი. თვითონ ტერმინი სინაფსი მოდის სიტყვა სინაპტეინისგან და ბერძნული წარმოშობის არის. სინ ბერძნულად ნიშნავს ერთადს, ხოლო ჰაპტეინ კი შესაკრავს. და ფაქტიურად ეს არის ორი ნეირონული უჯრედის შემკვრელი სტრუქტურა, ანუ დამაკავშირებელი სტრუქტურა. ტერმინი სინაფსი შემოტანილი იყო შერინგტონის მიერ. შერინგტონი ის მეცნიერი გახლავთ, რომელმაც პირველმა დაიწყო ზურგის ტვინის რეფლექსების, ანუ სპინალური რეფლექსების, როგორც ნეიროინტეგრაციის ნიმუშის შესწავლა. შერინგტონის ერთ-ერთმა უკანასკნელმა მოსწავლემ ეკლსმა მიკროელექტროდული ტექნიკის გამოყენებით პირველად მოახერხა შეესწავლა სინაფსური ტრანსმისია უკვე თავის ტვინში. ეხლა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ ნერვული უჯრედები ერთმანეთთან სინაფსებით იყვნენ დაკავშირებული, ცხადია დაიწყეს იმაზე მსჯელობა, რა ფიზიოლოგიური ბუნება ჰქონდა არსებულ სინაფსებს და როგორი იყო მათი ჰისტოლოგია. ჰისტოლოგიურად სინაფსი პირველად, რა თქმა უნდა, სინათლის მიკროსკოპის დონეზე აღწერილი და შესწავლილი იყო რამონ კახალის მიერ. რაც შეეხება სინაფსის ფიზიოლოგიურ ბუნებას, თავდაპირველად ჩათვალეს, რომ ყველა სინაფსი იყო ელექტრული სახის და ერთი უჯრედიდან მეორეზე სიგნალი ელექტრულად გადადიოდა. მაგრამ 1920 წელს ოტო ლოვის მიერ ცდომილ ნერვში აღწერილი იყო ქიმიური ნივთიერება აცეტილქოლინი, რომელსაც სიგნალი გადაჰქონდა ნერვიდან გულის კუნთზე. და ამან ფაქტიურად წარმოშვა უკვე ძალიან დიდი დებატები იმის თაობაზე, რა ბუნება უნდა ჰქონოდა ნეირონებს შორის არსებულ სინაფსურ კავშირებს. და ამ დებატების ფონზე აზრი ორად გაიყო და ჩამოყალიბდა ორი ჯგუფი, ეგრეთ წოდებული ფიზიოლოგიური
და ფარმაკოლოგიური იდეის მომხრე ჯგუფები. ერთ სათავეში, ასე ვთქვათ, ედგა ეკლსი, რომელიც იმ იდეას ემხრობოდა, რომ ყველა სინაფსი ელექტრული იყო და სიგნალის გავრცელება ერთი ნეირონიდან მეორეზე ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ელექტრული დენის გადასვლის გზით. მეორე ჯგუფი კი, რომლის სათავეშიც იდგა დეილი, ამტკიცებდა, რომ ყველა სინაფსი იყო ქიმიური და რომ რაღაცა ქიმიური ნივთიერება იყო ინფორმაციის გადამტანი ერთი ნეირონიდან მეორეზე. დღესდღეობით შეთანხმებულები არიან მეცნიერები იმაზე, რომ არსებობს როგორც ერთი, ისე მეორე ტიპის სინაფსები და დღესდღეობით უკვე მიდის ცალ-ცალკე შესწავლა როგორც ელექტრული, ასევე ქიმიური სინაფსებისა და მთელი რიგი ინფორმაცია არის დაგროვილი აღნიშნული სინაფსების შესახებ. ჩვენ თუ ამ ორი ტიპის სინაფს ზოგადად ერთმანეთს შევადარებთ, უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის განსხვავებები არსებობს როგორც პრე და პოსტსინაფსურ უჯრედს შორის მანძილის თვალსაზრისით, ისე ამ სინაფსების დონეზე არსებული ულტრასტრუქტურული კომპონენტების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ზემოთაც შევეხე უკვე ამ საკითხს, რომ განსხვავდება ტრანსმისიის აგენტი ერთ და მეორე ტიპის სინაფსში, განსხვავებულია ის დრო, რომელიც სჭირდება სიგნალის გადასვლას ერთი ნეირონიდან მეორეზე, ანუ განსხვავებულია სინაფსური დაყოვნება და ასევე სხვადასხვა სახით მიმდინარეობს სიგნალის გავრცელება, ანუ ტრანსმისიის მიმართულება ელექტრულ და ქიმიურ სინაფსებში ერთმანეთისაგან განსხვავებულია. კერძოდ, ელექტრული სინაფსების შემთხვევაში პრე და პოსტსინაფსურ უჯრედს შორის მანძილი არის 3.5 ნანომეტრი დაახლოებით. ქიმიურ სინაფსებში კი აღნიშნული მანძილი 20-დან 40 ნანომეტრამდე მერყეობს. რაც შეეხება ულტრასტრუქტურულ კომპონენტებს, ელექტრული სინაფსებისთვის მოგვეპოვება ნაპრალოვანი კავშირის არხები, რომელიც სპეციფიკურია აღნიშნული ტიპის შეერთებისთვის. ხოლო ქიმიურ სინაფსებში არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურები, როგორიც არის პრესინაფსური ვეზიკულები და აქტიური ზონები, ასევე პოსტსინაფსური სტრუქტურები, მათ შორის პოსტსინაფსური რეცეპტორებიც. ტრანსმისიის აგენტი ელექტრულ სინაფსებში არის საკუთრივ იონური დენი, ხოლო ქიმიურ სინაფსებში კი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ქიმიურ ტრანსმიტერს ან ქიმიურ მედიატორსაც უწოდებენ ხოლმე. რაც შეეხება სინაფსურ დაყოვნებას, ელექტრული სინაფსების შემთხვევაში სინაფსური დაყოვნება თითქმის საერთოდ არ არსებობს. ამისგან განსხვავებით, ქიმიურ სინაფსებში სულ მცირე სინაფსური დაყოვნება არის 0.3 მილისეკუნდი, ხოლო ჩვეულებრივ მერყეობს 1-დან 5 მილისეკუნდის ფარგლებში, ან შესაძლებელია იყოს უფრო მეტიც კი. ტრანსმისიის მიმართულება ელექტრულ სინაფსებში არის ორმხრივი,
ანუ როგორც ერთი ნეირონიდან შეიძლება გავრცელდეს ელექტროდენი მეორეში ელექტრული სინაფსის საშუალებით, ასევე მეორე ნეირონიდან შეიძლება გადმოვიდეს ის პირველში. ხოლო ქიმიური სინაფსებისთვის როგორც წესი ტრანსმისიის მიმართულება ცალმხრივია და როგორც წესი ერთი უჯრედიდან გადმოდის ნეიროტრანსმიტერი და მოქმედებს ის მეორე უჯრედზე არსებულ რეცეპტორებზე. ერთი ფაქტი უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ჩვენ გადავალთ ძალიან დეტალურ განხილვაზე იმ პროცესებისა, რომელიც დაკავშირებულია სინაფსურ ტრანსმისიასთან, სხვადასხვა ტიპის სინაფსებში, როგორც ელექტროლში, ისე ქიმიურში, აუცილებლად დაგვჭირდება განსაზღვრული ფიზიოლოგიური პარამეტრების ცოდნა და ამიტომ მე მინდა უბრალოდ ძალიან ისე ზედაპირულად და მოკლედ შეგახსენოთ ის ტერმინები და ის პარამეტრები ფიზიოლოგიური, რომელიც საფუძვლად უდევს მთელ რიგ პროცესებს ნერვულ სისტემაში. ეს იქნება უშუალოდ ინფორმაციის გადაცემა ერთი უჯრედიდან მეორეზე თუ სიგნალის გავრცელება უჯრედის შიგნით. დავიწყოთ იმით, რომ მემბრანას გააჩნია განსაზღვრული პოტენციალი. გამომდინარე იქიდან, რომ მის გარე და შიდა უბნებზე სხვადასხვა მუხტის მქონე იონთა გადანაწილება არის არათანაბარი. და როგორც წესი, გარეთ ჭარბობს დადებითი მუხტი, შიგნით კი უარყოფითი მუხტი. ამასთანავე განსხვავებულია სხვადასხვა იონთა გადანაწილება მემბრანის დონეზე კონცენტრაციული თვალსაზრისითაც. კერძოდ, ნაჩვენებია, რომ მემბრანის გარეთ ჭარბობს ნატრიუმისა და ქლორის იონები, შიგნით კი სიჭარბეა კალიუმის იონების და სხვადასხვა რადიკალებისა. ერთი სიტყვით გამოდის, რომ მაშინაც კი, როდესაც როდესაც ნეირონი უკაცრავად არის მოსვენების მდგომარეობაში, მის მემბრანას გააჩნია განსაზღვრული პოტენციალი, რომელსაც მოსვენების პოტენციალს უწოდებენ. აქ უნდა აღინიშნოს ერთი რამ, რომ მას შემდეგ, როდესაც სიგნალი მოდის სინაფსური გზით ნეირონთან, ადგილი აქვს ამ იონების გადანაწილების ცვლილებას მემბრანის სხვადასხვა მხარესთან დაკავშირებით. და ანუ შესაბამისად ადგილი აქვს რაღაცა განსაზღვრული დენის აღძვრას, რომელიც წარმოადგენს დამუხტული ნაწილაკების მოძრაობას, რაღაც მიზანმიმართულ მოძრაობას და ესე იგი ამ დენის საფუძველზე ადგილი აქვს მემბრანის პოტენციალის ცვლილებას. მემბრანის პოტენციალი შესაძლოა შეიცვალოს და იცვლება კიდეც ლოკალურად სინაფსის დონეზე. და იმის და მიხედვით, თქვათ, როგორი ტიპის სიგნალი მოდის უჯრედთან, პოტენციალი იცვლება ან დეპოლარიზაციის მიმართულებით, ან ჰიპერპოლარიზაციის მიმართულებით. ეხლა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ თითოეული ნეირონი და მით უმეტეს მე ზემოთაც აღვნიშნე უკვე, იღებს რამოდენიმე შესავალს. და აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ
აი ეს სხვადასხვა შესავალი როგორც წესი ბუნებით არის განსხვავებული. და ნეირონის ფუნქცია არის ის, რომ მან გარკვეული ინტეგრაცია მოახდინოს ამ მიღებული სიგნალების და ამის საფუძველზე განისაზღვროს ის აღმოცენდება თუ არა მასში ეგრეთ წოდებული მოქმედების პოტენციალი, რომელიც ლოკალური სინაფსური პოტენციალებისაგან განსხვავებით უკვე აქტიურად გავრცელებადი პოტენციალია. ეხლა მოდით შეგახსენებთ თუ როგორ ხდება საკუთრივ მოქმედების პოტენციალის აღმოცენება. მასში მონაწილეობენ კალიუმისა და ნატრიუმის პოტენციალ გრძნობიარე არხები, რომლებიც მემბრანაშია განთავსებული. მოქმედების პოტენციალის აღძვრა მოითხოვს მემბრანის დეპოლარიზაციას ეგრეთ წოდებულ ზღურბლოვან დონემდე, რაც მემბრანის იმ პოტენციალს შეესაბამება, რომელზეც ხდება ნატრიუმის არხების ინტენსიური გახსნა და შესაბამისად ნატრიუმის იონების ზვავისებურად შესვლა უჯრედ გარე უბნიდან უჯრედის შიგნით, რასაც თავისთავად მოჰყვება მემბრანის დეპოლარიზაცია რაღაც განსაზღვრულ დონემდე, ისე რომ ადგილი აქვს მემბრანის პოტენციალის განულებას და შემდგომ უკვე პოტენციალის ეგრეთ წოდებულ რევერსიას, ანუ შებრუნებას და გარეთ მემბრანა ხდება უარყოფითად დამუხტული, შიგნით კი დადებითად დამუხტული და ამის შემდგომ იხსნება უკვე კალიუმის პოტენციალ მგრძნობიარე არხები და იწყებს კალიუმის იონები შიგნიდან გარეთ გასვლას, რასაც მოყვება, რაც თავისთავად უფრო სწორედ არის რეპოლარიზაცია და რასაც მოყვება მემბრანის პოტენციალის საწყისი მნიშვნელობის აღდგენა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უმეტესწილად როგორც წესი რეპოლარიზაციას თან სდევს ხოლმე ეგრეთ წოდებული ჰიპერპოლარიზაცია, რაც იმასთან არის დაკავშირებული, რომ აი ამ მოქმედების პოტენციალის დასრულებისას ადგილი აქვს გარეთ უფრო მეტი დადებითი მუხტის დაგროვებას, ვიდრე ეს იყო მემბრანის მოსვენების მდგომარეობაში. და მოკლედ ეს არის ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მემბრანის გარკვეულ უბანში, მაშინ, როდესაც ნეირონი გადადის აგზნებულ მდგომარეობაში. და მე უკვე შევეხე იმ საკითხს, რომ ეს აგზნება, ანუ მოქმედების პოტენციალი არის აქტიურად გავრცელებადი პოტენციალი. და თუ გავრცელება ხდება მიელინიზებულ ბოჭკოებში, მაშინ ადგილი აქვს აი ამ აგზნების, ანუ მოქმედების პოტენციალის, ანუ სპაიკების ნახტომისებრ გავრცელებას. კერძოდ მიელინის გარსი თქვენ იცით, რომ შეიცავს გარკვეულ ნივთიერებას, რომელიც ძალიან დიდ წინაღობას უქმნის დენს იმისთვის, რომ გამოვიდეს ბოჭკოდან გარეთ და ამიტომ, ასე ვთქვათ, აი მთელი ეს ელექტრული დენი ბოჭკოდან გარეთ გამოსვლას ახერხებს მხოლოდ და მხოლოდ მიელინის გარსის აი ცალკეული ნაწილის შორის მდებარე უბანში, რომელსაც ეწოდება რანვიეს სივიწროვე. და სწორედ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ
რანვიე სივიწროვეების დონეზე ადგილი აქვს აი ამ მოქმედების პოტენციალის აღმოცენებას. და შესაბამისად მისი გავრცელება იღებს სალტატორულ, ანუ ნახტომისებრ ხასიათს. ეს ცხადია უზრუნველყოფს იმას, რომ ნეირონის მიელინიზირებულ ბოჭკოში ეს სპაიკები, ანუ მოქმედების პოტენციალები ძალიან მაღალი სისწრაფით ვრცელდებიან. და როდესაც ისინი მიიტანენ ამ სიგნალს ნერვულ დაბოლოებასთან, შემდგომ უკვე დგება იმის საკითხი, რომ ეს სიგნალი გადაეცეს ერთი უჯრედიდან მეორეს.